ოქროს საწმისი, კოლხეთის დაკარგული საიდუმლო. არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპოსია. თუმცა რა იყო სინამდვილეში ეგრეთ წოდებული ოქროს საწმისი? მეცნიერები თანხმდებიან, რომ ეს არ იყო მხოლოდ ოქროს მატკლი, არამედ ოქროს მოპოვების უნიკალური მეთოდის სიმბოლო. ძველ კოლხეთში მდინარის კალაპოტებში ცხრის წყალს აფენდნენ, რომელიც წყალში არსებულ ოქროს ქვიშასა და ნამცეცებს იჭერდა. ეგრეთ წოდებული ოქროს მატკლი სინამდვილეში კოლხეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური სიძლიერის ნიშანი იყო. ბერძნებისთვის ეს მხარე ოქრო მრავალ ქვეყნად ითვლებოდა, სადაც მედიცინა, მეტალურგია და მაგია ერთმანეთში იყო გადაჭაჭული. მედეას სახელიც კი დღეს მედიცინასთან ასოცირდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კოლხი ქურუმები ფლობდნენ ცოდნას, რომელიც იმ დროისთვის სასწაულად მიიჩნეოდა. საინტერესოა, რომ ეგრეთ წოდებული არგო და მისი ეკიპაჟი კოლხეთში არა უბრალოდ ნივთის მოსაპარად, არამედ ცოდნისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად მოვიდნენ. ოქროს საწმისი იყო სიმბოლო იმისა, რომ კოლხეთმა შეძლო ბუნების ძალების დამორჩილება. დღესაც ვანიდან მოყოლებული სვანეთამდე აღმოჩენილი უნიკალური ოქროს ნაკეთობები ადასტურებს, რომ ლეგენდა საწმისზე აბსოლუტურ რეალობას ეფუძნებოდა. არის თუ არა ოქროს საწმისი კოლხეთის სიმბოლური გასაღები, რომელიც დღემდე ჩვენს მიწაშია დაფლული? დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, კიდევ რა საიდუმლოებებს ინახავს ძველი კოლხეთი. გამოიწერეთ დროის მიღმა.